42-ში. სოფელში მოვიდა 5-6 მილიციონი და ჯარისკაცი მოვიდნენ კიდევ, კაპიტანი, მაიორი და ისინი დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა სახლებში და საბუთებით. მე ყველა წელი ცხვარში ვიყავ, იქიდან წამიყვანის. ეთერი წყაროსავი სოფელ პატარა თონეთი, გაგვაცოლეთ ბორგარმონით, სიმღერით. ზოგი კიდე ჭიროდა. პირველ მობილიზაციას ვინ წავიდა, ყველაფერი წინა ფრონტზე გაუშვეს. პირველ მობილიზაცია მეორე სულ მეაყარეს წინა ფრონტზე. არ იცოდნენ არაფერი და სოფი არ ენახათ და 42-ში წამიყვანეს. ფეხით ჩამოვალ თბილისში 100 კილომეტრია გაცო. სოფელ ვაშლოვანი იქ დაგვიგვაღდა, იქ შევალ სკოლაში გავათენეთ ღამე. დილით გათენა ჩამოვიყვანეს ის ნათლოხის ბაზართან, ბაზარგურზე იყო სამხედრო, იქა და იქ შევედით. გვარის სახელები, რამდენი ხართ ოჯახი, ვინახარ დაიწერა ყველაფერი და მერე გვიკრეს ნათლოხის სადგურზე. მატარებელში გვიკრეს, ამოვყავით თავი ქუთაისში. იქ აბანოში გაგვატარეს საბუთე მოგვცა და გაგვამწესეს ფრონტზე, ქერჩში. ჟლეტვა, ხოცვა, ომი. და მერე ბრძანება კავკასიის ხალხი აღარ არის ტავარისთან ვიღაც მახსენა და ბაჩქარა ქართველ ხალხი ნაზად, კავკასიის ხალხი ნაზად გამოვალთ უკანა და ისევ ერთი დივიზია დადგა ქუთაისში, ერთი სურამში, ერთი გორში. მე სურამში მოხვდეს. ამ დივიზიამ არ იუმოსო, როგორც გინდა ომი იყოს, ცხონებულ სტალინმა. თუ საქართველოს ომი შევიდა, გაუჩავგენ მოზემე საქართველოს არ აუხრენებენ არ უკომანდოთ. აქედან გადავით საქართველოს არ შემოვიდა ომი და გადავჭით. უჭირეს საქართველოს ნახევარ ხალხი შვიერი იყო. ომი დამთავრდა, ნახევარი ხტუნაობდა, ცეკვავდა, ნახევარი ჭიროდა. ყოველ საღამოდ კინოები იყო იქ სადგური მაზეც. საზღვარზე რო ვიყავ თურქეთის საზღვარზე, მაგრანჩიკებად იქ ვიყავით. წაგვიყვანეს კერწაველთ, ის ხალხი ხო გაანთავისუფლდეს, 25-იანები დარჩა უმფროი, ჩვენი გოდა 25-იანები. და ჩვენ 25-იან მთელი კაცი, ერთი კაცი მოვკრიფეს საზღვარზე და გამაგზავნეს. რო გამაგზავნეს იქ კაცმა, ცხენზე ვინ იცი ჯობაო. მე ვიცი მეთქი გამოვედი. გამოდიო, გამამიყვანა აქეთ რაღაცა რუსი იყო, პახმახი გენერალი და როგორც ახლა შეგრეთ დამყავდა ის კაცი, ჩემი ცხენი უკანი მის წინაშე, მე ვარ საბდესთან შედებოდა, მე შევჯებოდი სათავე და მივდევდი უკან ჩემ ცხენით. ჩამოვიცაქმე საცხა ქონდა და მე აქ დავჩამოდი ცხენით. აი აქიდექი, არც ეგეთ არც დუშაც აქიდექი. აქვიდე თელ სუტყვა გავიდა, არ გავიდა და მოვიდა ვიღაც ერთი კაცი მოხვდა რაღაცები, საჭმე რაღაცები. ადამას შუახტან გვინა მე ვარ მეთქი. შენ უფრო საჭმელ გამამატანა მეუტანეო საადლოში, სამხედრო საადლოდან მომიტან და მე ჭურჭელ მერე აქ დაკიდა ხარავი ხედზე ამოკიდე მერე ხვალზე მოწავიღე მე. მერე ისაც განთავსდა, მოვიდა იქ იმის ადგილას, საქართველოს კაპიტანი ტყიბულიდან მაიორი იყო შაშა. მერე? ეხლა ის დამყავდა რა. აჰა. და ის ადრე წამოვიდა ჩვენ მე რო დავრჩი კავა ვახტანგ რა არის. ჩამოდი რაიკომში მუშაობ, რაიკომი დივანი ახლა დავდგები იქ. ქალსაც კაი შეგცამო, კაი სახლე მოგჩამოჩი, არა მეთქი ვერ ჩამოვალი, მედი არ გქონდეს. ჩემი ხალხმა, ჩემი სოფელი ვნახვა მეთქი. სუფი იყო ერთ წალი თევზი ეგდვან, ერთ წალი ხორცი დაეგრე გვისხავნება, მეტი გზა არ იყო. ჯერ არავის ჭამდა, აქცევდნენ და მერე რო გავუტყბათ, აღარ აქონდათ ფულები ჯიბეში. იქ დივის უმცროსო ვნახე, რამდენი აქვს მე შეგინახვა, ბანოში მიდიხართ. მივედი შემინახა, გამოვალ ჩამათვა, მე მეხმარასაც პატარა ტაცაცმელში და გამოვიდა მოტოლა ჯარი დადგა ერთი კვირა ბანოში ვიყავით. ფული მოის რა იქნა, ვიღაც ხაშურელი იყო კაპიტანი, მოკრიფა მოტოლა ფული. ჩავედი ჯიბეში და ფრონზე წავიდა წინა ხაზზე. გამოვიდა ფული კითხულობენ, მე ჩემი ფული მამცამ კაცმა ჯიბეში მაქვს. ვის მე ამადამ კაცო მოკრევი, კაცი წინა ხაზ წავიდა ფრონზე, სადვით ვერ ვიცი, ჩვენ ორ დაურეკოთავა და დაიკარგა მოტოლა ფულები. რომელსაც მოწეული ბიჭები დამდნენ ხოლმე.
შიგნითაც ყარაული იყო, გარეთაც არ უჩვენდნენ ქუთაისში რომ მოსულიყან ქვეყნიდან. ჭადი, ფქვილი, პური რაღაცა ესათაც რა მოქონდა და ადლე გვედებოდნენ. მერე ვიღამაც მოიტანა სალდათა საჭმელი, მოსდათ აი ბულკები რაღაცები და დაიმალა. იქ ხალმა რა ვის მაკითხოს, გვარ არის სახელი. მერე გარეთაც ყარაული დააყენეს შიგნითაც, არ ჩვენ გვიჩვენდნენ ზაბორს, არც იმ ხალხი უჩვენდნენ. აქაც იქით მიიმალებოდა ის სალდატმა მიდით ეხლა udro გაქვს ხო ეს ვწვალობდით. გორში მქონდა ერთ კაცთან ოქროს კაცი იყო გერის ვადუაშვილი. გორის რაიონი და დავნაცავ მეგობრს თოდა ვეღარა ვნახე და აღარც მან ნახა აღარც მე. და კიდე აღარავინ შეფხვედიან. მოვალენ წამიყვანე ხოლმე გაცვაში ყოველთვის წამყვევარ. შარშან წინე ჩემი შვილმა წამიყვანა ამ ბიჭმა ეხლა ქრო იყო ხსნადი მეორე დათო. ისინი დაიგვენეს არ მოვინა მათ წამიყვანეს. იქ კიროს პარკი რაღაცა იქ წნეთში დაიქა და მერე ვეღარ ვნახე ხალხი წასულიყვნენ თორე დავიგვიანე და ხალ ხიარულობით როგორ მივალოთ რესტორანში გვაქეფენა ხოლმე ყოველ წელიწად და ეს 2 წელი აღარ გვაქეფეს აღარ წაგვიყვანეს შარშან ერთი მეოვიდა წამიყვანა კაცმა ერთი ქალი შეხვდა გზაში ის ქალის გვერდზე მამიდა წავალ ჩავატარეთ იქ ვიყავდი იქიდან წამამიყვანა ქალმა რესტორანში ფული არ მაქვს რომ მიმიყვანა ის რა სიცინი ქალო ძიაო რამეთქი ჩემი რესტორანებში რაც გჭამედალე ჩემი საკუთარია ხალხო ამუშავე კაგებო და ჩემი რაც გინდა ჭამე რაც გინდა მოიკითხე ქალის გვერდზე მამიდა და კაი რო გამატარებინე შარშან წნეთს იქ რომ მიდიოდა სურაბისკენ იქ გზასკაიდან გზაზეიდან რესტორანში მეყვანა იქ ქალმა დამსვა რაც გინდა ჭამედალიო ფული არ მაქვს ამთენი ვინ გითხრა ფული ჩემი რესტორანი საკუთარია ჩემი შვილო ქალმა მოვიდა გვერდზე მოიტანა ლიმონადი პივა ღვინო ვარაყი აი რომელიც გინდა სახლებს წამოსვლა გვენატვლებოდა გადარჩა სიხარული ცეკვა სიმღერები ყოველ საღამოს კიდევ გვატარებდნენ არ მივდიოდი ძალა წავიყვანე ხოლმე ყოველ საღამოს 12 საათამდე პირველ ღამეს კინოები ხალხი იცოდა უნაობდა ნახევარ კიდე ტიროდა კინოში